ხო, მოდით ახლა ეს დავალება განვიხილოთ, გავაკეთოთ ერთად. ანუ ისევ IntelliJ-ს გავხსნი. და მე მგონი უკვე მიეჩვიეთ იმას კოდის წერის სტილს. კლასებში წეროთ, ყველაფერი ცალკე ფაილში წეროთ. დიდი ასოებით და არ ვქოთ სახელები. რატომ ანდომებს ამდენ ხანს? რაღაც პროექტი იხსნება დიდი და იმიდა. ხო, ახალ პროექტს შევქმნი, Java უბრალოდ. დავარქმოთ ამას lab. მე რამდენი კვირა ესა მეოთხე, ხო? ხო, მეოთხე. lab 4, lab 4 ერქვა სამშობლო. ნომრებს არ არქმევა ხოლმე პროექტებში. შეეცადეთ ნომრები არ დაარქვათ. ეს ვერსიები და ყველაფერი ცალკე არის ხოლმე. ცალკე ფაილი აღწერს ვერსიას. პროექტის სახელი უბრალოა ხოლმე ნომრების გარეშე. ეს მე დავარქვი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მეოთხე ლექციისა, ლაბისა. GTSU, შემიძლია აქ lab 4 იგივე, ნახეთ, ეს ჩემი დომეინია და მე აქ პროექტის სახელი შემიძლია ესე დავწერო. და ეს იყოს ჩემი root პაკეტი. Public static void main. ხელით წერეთ ხოლმე რომ მიეჩვიოთ წერას. ეხლა თქვენ შეგიძლია გაგიკვირდეთ თქვათ როგორ ეს სწრაფად რო აკრიფაო. ანუ სინამდვილეში ეს სწრაფად აკრეფა არ არის, უბრალოდ რაღაც საიტი არის, რომელიც გასწავლის ბრმად ბეჭდვას და იმას ჩაგიგდებთ მერე. ჯგუფში, მე მგონი შეიძლება ეკდოს. პრინციპში ეხლა გავაკეთებ მაგას. გამოგადგება ძალიან აკრეფვის დროს, ბეჭდვის დროს არ იფიქრებთ რა ღილაკებს დააჭიროთ, არამედ რა გააკეთოთ იმაზე იფიქრებთ. უps, აქ არ მაქვს. მიცა ზოგადი კლას გარეშე კატეგორია უნდა იყოს აქ. აგერა კლას გარეშე. ეს ბრმად ბეჭდვა. Typing club-ი. უმას დაგიდებთ. მე აქ არის კიდე typing.io, რომელიც კოდის ბეჭდვაში გეხმარებათ. ჯერ უბრალოდ ბეჭდვას რო ისწავლით, მე შეგიძლიათ კოდი ბეჭდოთ. ცოტა მაზოხიზმს გავს, მაგრამ ვისაც მოუნდება, იმას შეუძლია ეს გააკეთოს, მოდი ეს. საც დაგიდებთ. ხო, და ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ამ ჩვენ დავალებას, რომელიც ძალიან მარტივი იყო. რაღაც employee კლასი უნდა დავწერო. Statistic inner კლასით, შიდა კლასით. ეს embedded კლასი, inner კლასი ზოგს ეშლება ხოლმე, შიდა კლასს ვეძახით. შიგნით აღწერილი კლასი რაც არის, სტატისტიკი უნდა იყოს. მუშას უნდა კონდეს რაღაცა ველები, პროფესიის ენამი აუცილებლად. და საშუალო ხელფასები უნდა იყოს ამ ენამში შენახული. ეხლა ენამში კონსტანტები არის ყოველთვის. ენამის ჩანაწერები კი შეიძლება ვიღაცამ დინამიურად გაშვების დროს გარედან აიღოს და მიანიჭოს, მაგრამ წესია ესეთი, რომ ენამში თითოეული ენამი ხო კონსტანტური მნიშვნელობაა, მაგალითად პროფესიები წინასწარ ჩამოთვლილი არის ხოლმე და ასევე მნიშვნელობებიც. ანუ ეს საშუალო ხელფასებიც ენამში არის ხისტად გაწერილი, ანუ არ უნდა შეიცვალოს არასოდეს და დინამიურად არ უნდა მოგქონდეთ. ამ შემთხვევაში ეს ხელფასი წარმოვიდგინოთ, რომ ისეთია, რომ არასოდეს იცვლება. ყოველთვის საშუალო ხელფასი არის ესეთი, ვთქვათ. და მაგ შემთხვევაში ეს ჩვენი რაღაც ენამის იდეა არის ღვევა, რომ ყველაფერი ენამში არის კონსტანტური. და რა გვაქვს კიდე ორი რაღაცა მეთოდი უნდა იყოს inner კლასში, ერთი გვეტყვის საშუალო ხელფასზე მეტი გვაქვს თუ არა ჩვენი ხელფასი, ანუ აი ამ შესაბამისი პროფესიის აი ამ საშუალოზე, ვთქვათ, კონკრეტულის და მეორე დააბრუნებს წლიურ ხელფასს, ანუ 12-ზე გაამრავლებს ჩემ შემოსავალს. ანუ უნდა მქონდეს შემოსავალი, უნდა მქონდეს რა პროფესიის ვარ ეგენამი კლასში, ცვლადის სახით და ასე უნდა მქონდეს ეს ჯენდერი. და მეინში რაღაცები უნდა დავწერო და შევამოწმო. ეხლა ეს უცებ შემიძლია ესე გავაკეთო. ნახეთ, შეგიძლიათ ჯერ დაწეროთ აქ მეინი და მერე გაწითლებები რო იქნება, ანუ მეთოდები და კლასები მერე შექმნათ. ან როგორც მე ვაკეთებ ხოლმე, ჯერ რაც მჭირდება იმას დავწერ, თქვათ employee, მაგრამ employees ხო ჭირდება რაღაცა ენამები. ენამებს და აუცილებლად ენამები დაწერეთ ცალკე. inner
ენამები და ერთ ფაილში ენამები არ დაწეროთ. როგორც კლასებს წერთ ცალკე და გახსნის კაცი და ნახავს რომ ეს კლასები აქვს, ასევე რო გახსნის ნახავს რომ ეს ენამები აქვს. დაწერილი ვიღაცას. მაგათა gender-ი ეს იქნება male და female. უბრალოდ აქ კლასი დაუწერა, მოდი მე ამას შევცვლი და აქ შემიძლია ამასაც რაღაცა გავუკეთო, ხო თქვა string human readable name. ნუ ეს private გავხადოთ, მოდი. წვდომადი რო არ იყოს. ნუ აქ კონსტრუქტორი დავწეროთ პარამეტრისთვის და private კონსტრუქტორი არის, ანუ ვერ გამოიძახებენ გარედან ამ კონსტრუქტორს. და გააწითლა, იმიტომ რომ რაღაც პარამეტრიანი მაქვს, ხო, შექმნილი კონსტრუქტორი, ამიტომაც აქაც რაღაც უნდა გადავწე, აქ შემიძლია დავწერო. მამრობითი ქართულადაც შემიძლია. უბრალოდ ეს ენის შეცვლა ცოტა რთულია ხოლმე. აჰა. და აქ შევქნათ, მოდი profession. ესე. და რამდენიმე პროფესია აქვს, programmer, teacher, baker, რა გვაქვს კიდე? engineer და ასე შემდეგ. და აქ ისევ კლასი შევქმნი შემეშალა, იქ შექმნის დროს აი აქ შეგიძლია მიუთითო ენამი თუ გინდა. უბრალოდ ეს ენამი და კლასი ერთი ხაზის შეცვლა ხოლმე აქვს და ამიტომაც შეგიძლიათ უცებ გააკეთოთ და აქ შეცვალოთ თქვენი ხელით. ნუ აქ შემოვიღოთ რაღაც double average salary. ნუ double იყოს, რადგან შეიძლება რაღაცა ხუდები ფიგურირებდეს საშუალო ხელფასში. აქაც კონსტრუქტორს შემოვიღებ და getters. setter-ები არ დაუწეროთ, იმიტომ რომ კონსტანტური უნდა იყოს SN-იც და ამათი მნიშვნელობებიც. ანუ არ უნდა იცვლებოდეს. ეგ არის convention-ი. ვიღაცას შეუძლია რომ დაწეროს, ეგ მე ლექციაზე გითხარი და გასაგები არის რატო არის ცუდი. იმიტომ რომ ვიღაცა შეცვლის და მერე ეს ენამი გაფუჭდება. ეხლა აქ დავწეროთ, მოდი. 600 ლარი. ესე ჩავწეროთ, რომ ჩანდეს რომ დაბლია. ან შეგიძლიათ აქ d დაწეროთ, ესეთი d. თუმცა ესეც საკმარისი. აქაც იყოს, მოდი 800, უფრო მეტი კონდეთ. ამას კონდეს, თქვა 500 და ინჟინერს ყველაზე მეტი კონდეს, რავი. უps, არა ეს არის წერტილეს. ეს იყოს ხელფასები. და ეხლა ჩვენ employee-ში გადავიდეთ და ჯერ დავწეროთ convention-ის მიხედვით ჯერ ამის ცვლადებს ვწერ. encapsulation-საც გამოვიყენებ, ამიტომაც დავწერ private-ით. ისე 4-ხაზზე ერთდროულად რო ვწერო, შემიძლია, არ მინდა კაი. და ამას კონდეს, მოდი სახელი კონდეს მაინც. კონდეს gender. ნახეთ პირდაპირ ვწერ ამ ცვლადს. ზოგიერთს ქონდა string-ი და string-იდან მერე ენამს იღებდა. და რა საჭიროა პირდაპირ ენამი იყოს ტიპი, აი ამ gender-ის, ხო, იმიტომ მე ხო gender-ი ენამად მაქვს. და ასევე პროფესიაც, profession და salary ჩემი. private double salary. profession ეს. ნუ აქ შევქნათ კონსტრუქტორი პარამეტრიანი, უპარამეტროთ შევქნათ რომ მოქნილი იყოს ეს უფრო კლასი. დავწეროთ აქ getter setter-ები და toString-ი. toString-ი ჩვენი დებაგინგისთვის რომ ნახოთ ნიშნულობები. ნუ ეხლა ეს gender-ი და profession-ი დააბრუნებს პირდაპირ აი ამ string-ებს. ნუ ჩვენ თუ გვინდა რომ ლამაზი string-ები დაგვიბრუნოს, შეგვიძლია ესე გავაკეთოთ. ამან დააბრუნოს პირდაპირ human readable. და ასევე human readable შემიძლია პროფესიებსაც დავუწერო. მაგალითად, შემიძლია დავწერო string human readable name. ეს human readable ძირითადად როცა რაღაც კილობაიტია, ბაიტია და მაგ შემთხვევაში არის ხოლმე ადამიანისთვის წაკითხვადი string-ი რო არსებობდეს, რომ ის ბაიტების გადაყვანა არ მოგიწიოთ, თქვათ, მეგაბაიტი თუ მეგაბაიტს დაწეს და არა MB-ს. ეხლა მოდი აქ getter-ი დავუწეროთ ამასაც. და კონსტრუქტორში დავამატოთ უბრალოდ string-ი human readable name. is human readable name. აჰა. და აქაც დავამატოთ. ხა აქ მე მგონი შემიძლია ეს რაღაცა. ესე გავაკეთო, multi-line-ი გავაკეთო. პროგრამისტი.
უბრალოდ ეს multi-line არ ვარგა, იმიტომ რაკაც ეს არის მასწავლებელი. ეს არის ცხობი, ცხობი, რა ვიცი, როგორ არის ხოლმე. და ინჟინერი. ხო, მე მგონი ეს საკმარისი და აი აქაც employee-ში to string-ში ქართულად დავწეროთ, თქვათ. მუშაკი იყოს. სახელი. იყოს უბრალოდ სახელი. სქესი. პროფესია და ეს salary იყოს შემოსავალი რაღაც. ეს salary იყოს თვიური შემოსავალი, ნახეთ. აქ დავწეროთ to do generalize რაღაცა მოდი ესეც შემიძლია ეს გავართულო ეს generalize გავუკეთო. და ესეც რაღაც ამისიც შემიძლია რაღაც ეს მერე გავაკეთოთ. To do კომენტარები ნიშნავს რაღაცას ეუბნები შენ თავს რომ უნდა გავაკეთო, უბრალოდ ამ მომენტში არ გინდა და არ გინდა დაგავიწყდეს. და to do კომენტარები ესე კომენტარია, უბრალოდ მე to do-ს დაწეს როგორც გინდა, საცა გინდა, ეს მე გამოტოვებებით წე ხოლმე და მე რა უნდა გააკეთო. და აი აქ ქვემოთ გვაქვს to do list-ი, რომელსაც რო გავხსნი, აქ მიწერია სად დავსვი აქ to do კომენტარი. აქ დავსვი და აქ და ვიცი უკვე, ესენი არის საქმეები, რაც მე უნდა გავაკეთო პროგრამისტმა. ეს არის კომპილაციის შეცდომას იწვევს, არაფერი ეს არის ჩემთვის უბრალოდ, რომ ჩემ თავს შევახსენო. მოდი ახლა აი აქ შიგნით შევქმნათ სტატისტიკი და მოდი სულ ქვემოთ დავწეროთ ეგ. ესეც იყოს public კლასი, სტატიკური არა, უბრალოდ ჩადგმული კლასი არის, inner კლასია, ანუ არასტატიკური, მიბმული იქნება იგი ვიღაც employees-თან statistic. და statistic ქვია, ამიტომაც მეც ასე დავარქმევ. ამას არაფერი არა, აქ თავისი პარამეტრი, ამას აქვს ორი მეთოდი. Public-ი იყოს ორივე. ერთი არის boolean has more than average salary. რომელიც მარტივად დაბრუნებს, ამას ხო აქვს წვდომა აი ამ გარე კლასის რაღაც ცვლადებზე, ხო, წევრებზე. ცვლადებზე და წევრებზე ყველაფერზე. ამიტომაც აქ შემიძლია მიუწვდე ჩემ პროფესიას. მაგისი average-ი ავიღო და ამაზე მეტი თუ მაქვს ჩემი ხელფასი, ჩემი salary. მორჩა ეს არის პირველი მეთოდი. ნუ აქ შემიძლია space-ი გავაკეთო და აქ მეორე მეთოდი არის წლიური ხელფასი, ხო, ანუ რაღაცა double-ია, ამიტომაც აქ double-ს დავაბრუნებ. თქვათ annual salary. მოდი ამას get ერქვას. ან პირდაპირ ხო get ერქვას დააბრუნოს annual salary. ამან დააბრუნოს 12 ჯერ salary. მე მგონი annual ესე იწერება 2 n-ით. და ახლა ეს შეგვიძლია main-ში გამოვიყენოთ. აქ დავწეროთ რაღაც ორი პიროვნება, თუ რას გვეუბნებიან. კლასის ობიექტი ერთი მაინც. კაი, მე შემიძლია ერთი დავწერო მაგალითად employee John Brown. არ გვინდა John Brown-ი ვინმე ავიღოთ ცოცხალი ადამიანი ერთ წამით. რა სახელები გაქვთ? მოდი მარიამი ავიღოთ. მარიამ კანკია. აჰა. ან შევქმნათ მარიამ კანკია. ნუ აქ control+ დავაწვევი რომ დამეხმაროს და ვნახო რა გადავცე პარამეტრად. Female profession ვივარაუდოთ პროგრამისტი და salary კონდეს აი კონდეს 1000. ესე. და მე აქ შემიძლია გამოვიძახო, თქვათ. გამოვიძახო, ანუ მოდი ის შევქმნათ სტატისტიკა, ესე იქნება, ხო, inner კლასი. აი ამაში new-ი შევქმნა ეს. ამასაც მივანიჭებ რაღაც ცვლადს. შემიძლია აქ ფაინალები დავწერო, რომ რაღაც ხელი არ შემეშალოს მომავალში. რომ ვიღაცამ აი ამ ხაზის შემდეგ ეს არ შეუცვალო, ან ეს არ შეუცვალო. თუმცა ეს ზედმეტია ხოლმე თუ თქვენ დაწმუნებული ხართ თქვენ თავში. და ხო, annual salary-ს დავბეჭდავ, აქ მივაწერ ქართულად. თქვათ წლიური შემოსავალია
და აქ შემიძლია ასევე სახელს და ის ეს ცოტა დებილურად გამოვა ქართულში, ფუძის ამოღება უნდა ეხა სახელს და რაღაცები დამუშავებები, მოდი პირდაპირ იყოს ესე. პლუს შემოსავალი არის, შემოსავალია რაღაცა. ნუ აქ შემიძლია ორი წერტილი დავწერო. და მეორე იყოს რა გვაქვს აქ? Has more than average. შემიძლია if-ში შევფუთო, ups. Fi fields აკეთებს, cool. მე if-ი მინდოდა. if-ში შევფუთო, ნუ აქ else-ი დავწერო. და უბრალოდ სისტემაში დავწერო, თქვათ, აქვს საშუალოზე მეტი შემოსავალი. ან დავწერო რამდენი აქვს და მე აქ ქვემოთაც ესე დავწერო. არ აქვს საშუალოზე მეტი შემოსავალი. ნახეთ ეს რადგან დუბლირებს, შემიძლია აქ ესეთი რაღაც გავაკეთო. პრინტი აქვსი და არ აქვსი, ანუ განსხვავება ერთ იმაში ასეში. ნუ კაი, ეს აქვსი იყოს ესე. აქ არ აქვსი იყოს. და მე აქ დავწერო system out. ანუ დაიბეჭდება არ აქვს საშუალოზე მეტი შემოსავალი. ვთქვათ get seller. ხა ესო გავუშვათ, უცებ Ctrl Shift F10-ით. დაწეს, რომ წლიური შემოსავალი ამდენია. აქვს საშუალოზე მეტი შემოსავალი. ხო, ეხლა რა შეგვიძლია აქ გავაკეთოთ? აი to-do-ებში შეგვიძლია შემოვიდეთ და მაგალითად ეს შემოსავალი აი აქ. ეს შეიძლება იგულისხმებოდეს წლიური, დღიური, თვიური, კვირეული, კვირული თუ როგორც არის, მოკლედ რაღაც პერიოდის, ხო, ამ შემთხვევაში მე ვიგულისხმე, რომ ეს არის თვიური. მაგრამ აქ არ ჩანს ამ დაბლში მარტო მნიშვნელობა ჩანს. აქ ხო არ ჩანს აქ სელერი რამდენი რა პერიოდის არის, დღის არის, თვის არის და რადგან ენამები ვიცით, ჩვენ შეგვიძლია აქ შემოვიღოთ პერიოდი რაღაცა, პერიოდი ენამი, period. ნუ რა თქმა უნდა, ახლა თქვენ შეიძლება თქვათ, Java-ში ხო შეიძლება იყოს ესეთი პერიოდი ენამი უკვე. არის ეგეთი time unit-ი ჰქვია, მე მგონი, მაგრამ ეგ დროს ეხება, ანუ წუთებია, წამებია, ანუ მარტო ის არ არის ხელფასისთვის რაც გვჭირდება. ამიტომაც ხელფასისთვის რაც გვინდა, ჩვენ შეგვიძლია აქ ჩვენით ჩამოვწეროთ, მაგალითად, ვიცი რომ არის daily, არის, აქაც ისევე შემეშალა. ენამ დღიური, weekly, ანუ თვიური, monthly და yearly. Yearly. ესე. თუ annually ქვია, არ ვიცი, მე მგონი annually. Who cares იყოს ესე. ნუ აქაც შემიძლია ისევ დავწერო. რაღაცა ისევ string readable name. მოდი ეს human readable არ გვინდა readable ერქვას. და აქაც ნუ get-ერი დავწერო. ნუ აქაც შემიძლია აქ toString-ში გადავფარო, toString-ი, რომელიც დააბრუნებს ადამიანურ ენაზე რაც არის readable name. მოდი აქ ჩავიხედოთ, ხო ყველგან აგვაქვს ეს toString-ი აქ არის. აქ toString-ი არ აგვაქვს. Human readable. კი ბატონო. და ეს human readable-იც მოდი გადავაკეთოთ. Readable name. არ გვინდა human readable რაღაც ისე ჟღერს. აი ესეც შევცვალოთ get readable name. კი ბატონო, ახლა აქ აფერმკთალებს, იმიტომ რომ როგორც ჩანს აი ამ კოდში მხოლოდ ეს გამოვიყენე. ეს არ შეგეშინდეთ ეს ფერმკთალი რაღაცები ნიშნავს, რომ როგორც ანუ ID გეუბნება, რომ არ იყენებ არსად. და შეიძლება მე ბოლოს წაშალო ეს მეთოდი, ხო, რომ ფერმკთალი რომელიც იქნება. მაგითო გიჩვენებს. ამ შემთხვევაში მე არ მინდა წავშალობოდ, მე არ ვიყენებ. ეხლა აქ პერიოდში და gender-შიც იგივეს ვიზამ. მოდი ამას
Shift F6-ით renaming-ს გავუკეთებ readable name. Refactoring-ს ყველგან სადაც კი გამოიყენება. მოდი აქაც ესე შევცვლი. Get readable name. და აი ამ პროფესიაშიც აქაც ამას შევცვლი. მორჩა, ეს უბრალოდ სახელი შევამცირე. იმედია თქვენ ხმაური არ გესმით ჩემს სახში როა. ხო, ეხლა ეს daily და რაღაცა აქაც იგივენაირად გავაკეთოთ. მოდი აქაც multi-line გავაკეთებ ესე. და ეს იყოს თქვათ დღიური კვირეულია, აი, თვიური, წლიური, კვირეული, აი იყოს ესე. ხო, და ეხლა რა გვინდა ჩვენ? ეს პერიოდი მარტო არ კმარა, ხო? ჩვენ გვინდა ამ პერიოდთან ერთად გავაკეთოთ რაღაცა, თქვათ, მოდი celery ერქვას ამ celery კლასი, რომელსაც ორი რაღაცა ექნება value, რამდენიც აქვს ფასი და ასევე ეს ჩემი პერიოდი, period. ნუ რაღაც შინაარსობრივი რო იყოს, მოდი ეს price, თუ price, ესეთი პერიოდი. Mas price რაღაცნაირად, salary price, salary amount იყოს. აჰა, ესე უფრო გასაგები იქნება. ნუ უპარამეტროს არ დაუწერ, იმიტომ რომ ორივე მინდა რომ შემოიღოს, ხო, ვიღაცა ვინც ამას შექმნის, მინდა ეს ორივე მიუთითოს. ან ერთი მაინც შემიძლია აქ დავწერო, რომ ეს არის period monthly default-ად. და შემოვიღებ ესეთ მეორე კონსტრუქტორს, რომელსაც მარტო amount-ი გადაეცემა და შემიძლია აქ დუბლირება რო არ მქონდეს, გამოვიძახო ჩემი თავის ეს amount კონსტრუქტორი. ხო, ეს გადატვირთული კონსტრუქტორი გამოვიძახო this-ით. და ეს this statement-ი უნდა იყოს პირველი statement-ი ჩვენ კონსტრუქტორში. ხო, ეს ქვემოთ რო იყოს არ შეიძლება, ეს არის წესი, ეს ქვემოთ ესე არ შეიძლება, ეს კომპილაციის შეცდომა იქნება. ჩემი თავის სხვა კონსტრუქტორის გამოძახება კონსტრუქტორიდან შემიძლია პირველ სტრიქონზე, თუ მინდა. აი ეს მაგ აქ შემიძლია ისევ დავწერო თუ string-ი. Salary არის, ეს არის ხელფასი. პერიოდი. და რაოდენობა. ეს გაქართულებას არ მიეჩვიოთ თქვენ, უბრალოდ ეს მე ამ შემთხვევაში ვწერ ქართულად. და ეხლა აქ შემიძლია გადმოვიდე employee-ში და ეს გავხადო უფრო ზოგადი, ხო, უფრო გასაგები, მოდი აქ understandable. ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ ეს to do უკვე გავაკეთე, აქ შემოვიღებ salary class. სადაც კი ამ celery-ში რაღაც შეცდომა მაქვს, მაგალითად აქ double მაქვს, ether-getter-ებშიც აქ double, აქაც ესე. და აი აქ celery-ის შედარების დროსაც აქაც get amount-ი. და აქაც get amount. უბრალოდ ნახეთ აქ შეცდომა შეიძლება დავუშვათ. ეს ხო შეიძლება იყოს წლიური და ეს შეიძლება ნუ რაღაც პერიოდის იყოს. მე აქ მაინტერესებს თვიური, იმიტომ რომ ამისი average salary არის მოიცადეთ, ანუ პროფესიის IS salary არის თვიური, ხო? ანუ შემიძლია აქაც შემოვიღოს salary და თქვა რომ ეს salary არის რაღაცა, ხო, მაგალითად salary მოდი თვის იყოს ყველა. მე ხო კონსტრუქტორი მაქვს, რომელიც new salary ეს ავიღოთ. ასე დავწეროთ. და ეს default-ად იგულისხმება, რომ არის თვიური, ხო, თვიური შემოსავალი ამ ვიღაცის. და ასევე ესეც ტიპით შევცვალოთ აქ.
კი ბატონო. და ეხლა მოდი გადმოვიდეთ სამ შეცდომებს მოვაგვარებთ და ეს ნაწილი განვიხილოთ. ანუ მე ახლა უნდა რაღაც საერთო მაჩვენებელზე დავიყვანო და ისე შევადარო. ანუ უნდა ავიღო პროფესია, უნდა ავიღო salary, საშუალო, average salary და უნდა ავიღო ეს ჩემი salary, get პრინციპში salary უკვე მაქვს. და ეხლა უნდა ავიღო და დავიყვანო საერთოზე, ხო? თუ მაგალითად ეს არის წლიური ამ salary-ის jobs გავუკეთოთ რაღაც დამხმარე მეთოდები, ხო? რომ if else-ების წერა არ მოგვიწიოს. მაგალითად, ამას დავუწეროთ public double get monthly, ხო, რაღაც monthly and get for period. თუმცა მოდი ჯერ get monthly იყოს, იმიტომ რომ ეს უფრო მარტივი ვარიანტი იქნება. და switch case-ი გამოვიყენოთ. switch case-ი ჩემ რაღაცა პერიოდზე აქ პატარა p უნდა და switch case-ი აქ მეხმარება, ხო, მაგალითად daily-ის შემთხვევაში რას ნიშნავს? მე უნდა დავაბრუნო თუ ყოველდღიური არის ეს ჩემი salary, უნდა ეს ჩემი amount-ი გავამრავლო კაც მაიც ხარაზე, 25 დღე არის ხოლმე, ხო, სამუშაო. მოიცადეთ ზამთ. ხო, იყოს 25 იყოს, რა ვიცი. თუ 24 არის, რამდენია ხოლმე. თქვათ 25 დღე არის სამუშაო, ან 20 თვეში. თუ არის მაგალითად case weekly, ამას უბრალოდ amounts გავამრავლებ 4-ზე. მოიცა, ხო? თვიულზე რო გავიყვან. ეს თუ არის ამას პირიქით amounts გავყობ 12-ზე და ეს თუ არის პირდაპირ monthly, რომელიც აქ რატომღაც არ მიწერს, case monthly შემთხვევაში პირდაპირ ვაბრუნებ. ეხლა ეს პირდაპირ დაბრუნების ვარიანტი აქ შემიძლია დავწერო case monthly პირდაპირ დააბრუნოს amount-ი. და აქ დავწერო default-ი, რომელიც რაღაც თქვა დააბრუნებს მოდი აქ დაბრუნება არ გააკეთოს, error-ი დაგვიბეჭდოს, ხო, რაღაცა wrong, კიდე unsupported period. ანუ რაღაც ისეთი პერიოდი შემოვიღე, რომლის კოდიც არ დამიწერია და ამ შემთხვევაში მივხვდები მაინც რომ რაღაც შეცდომა დავუშვი და ამ შემთხვევაში დავაბრუნებ amounts პირდაპირ. რადგან პირდაპირ amounts ვაბრუნებ აი ამ დროსაც, უბრალოდ შეტყობინების მერე და ამ დროსაც აქ შემიძლია break-ი დავწერო და ამ amounts დააბრუნებს რაც იყო პირდაპირ. თუმცა ესე დამაბნეველია თქვენთვის, ჯობია ესე პირდაპირ ესე აქ ეწეროს, არ აღშავს. ამან დააბრუნოს ეს რაღაცა მაინც უნდა დააბრუნოს, იმიტომ რომ ეს მეთოდი ითხოვს დაბლის დაბრუნებას. კაი, ეს monthly გასაგებია. ეხლა ჩვენ რა გვინდა? ეხლა ეს monthly უნდა გამოვიყენოთ, გადმოვიდეთ აქეთკენ employee-ში და აი ამ average salary get monthly გავამრავლოთ 12-ზე. მოიცა average salary. ეს monthly შევადაროთ პირდაპირ ჩემ salary get amount არა, ესეც პირდაპირ get monthly. მორჩა. ანუ საერთო იმაზე დავიყვანე. პერიოდის შემოსავალზე. და ისე ვადარებ. ეხლა ეს შეგვიძლია ეს წავშალდე ესე ვქნა პირდაპირ. ერთი სტრიქონია, პროფესიის საშუალოს თვიური, ნაკლები თუ არის, ამაზე მეტი თუ არის ჩემი თვიური. და ეს ქვედა შემთხვევა არის ზუსტად მსგავსი 12-ს გავამრავლებ get monthly. მოლჩა, ეხლა ეს გამოსწორდებოდ აქ ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა დავამატოთ new salary, ხო, და აქ უთხრათო ესაა შემოსავალი თვიური. და შევამოწმოთ, რომ იგივენაირად მუშაობს. კი ბატონო. აქ ეხლა რატომღაც ეს ბოლოში დარჩა ამ salary-ის. typo არის, ეს არ გვინდა ეს ჯიგარი. ხო, რაოდენობა ეს თვიური შემოსავალი აქვს მეტი შემოსავალი თვიური. კი ბატონო, ეხლა ეს პერიოდში შევცვალოთ, რომ ნახოთ სწორად მუშაობს, აქ მივანიჭოთ period.
ნახეთ, enam-ის მნიშვნელობის მინიჭება პირდაპირ enam-ში რო არის კონსტანტური რაღაც ჩამონათვალი იმის მითითება ხდება. ან value of-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც დააბრუნებს თუ მანძლის ჩაწერს string-ად მანძლის. ან daily-ს ან რაც იქნება. ამ შემთხვევაში ავიჩოთ yearly ან annually როგორცა და აქ მივუთითოთ მაგალითად 10,000. აქვს საშუალოზე მეტი შემოსავალი, პერიოდი წლიური, რაოდენობა წლიურის ეს არის. ხო. ეს წლიური შემოსავალი აქ რაღაც შეცდომა გვაქვს, ხო? ეს არის get annual, სწორად გვაქვს, კი ბატონო. ეხლა ნახეთ, ფრთხილად იყავით, ეს მაგალითი არის მარტივი. Production-ში არ გამოიყენოთ, არ შეინახოთ აი ამ double-ებში თანხები. არასოდეს არ შეინახოთ double-ში თანხა, იმიტომ double და ანუ არც float-ში. double არის ისო რაღაცის მიხედვით აკეთებს ცოტა მძიმიან ოპერაციებს და ბოლოსკენ რაღაცა მე მილიონედი შეიძლება იყოს, მე მილიარდედი რაღაც ოპერაციის დროს, რაღაც არითმეტიკული ოპერაციის დროს იქ რაღაც მნიშვნელობები ვარდება მე. ანუ შეიძლება ნულები იყოს 0,0,0,0 და ბოლოსში რაღაცა მიეწეროს. მაგრამ ცოტა მძიმიანი არითმეტიკის გამოა ეგრე. და სხვა კლასები გამოიყენეთ მაგ შემთხვევაში. Java-ში მაგ შემთხვევაში იყენებენ მე მგონი რაღაც big numbers, რომელიც დიდ რიცხვს შეიცავს. დიდი რიცხვისთვის გამოიყენება. და მე მგონი ცოტა მძიმიანებსაც შეიცავს. ნუ მოკლედ იცოდეთ, რომ ამაში ნამდვილი თანხები არ შეინახოთ. თუ ცოტა მძიმიანი თანხა არის, თუ არის რაღაც ხურდებიც. თუ ხურდები არ არის, კი ბატონო, რაღაც სხვა ტიპი გამოიყენეთ, ინტეჯერი ან ლონგი. ხო, ეხლა აქ შეგვიძლია ისევ ამ employee-ში ეს name-იც გადავაკეთოთ, ხო? შეგვიძლია აქ შემოვიღოთ, თქვათ name type. და name type იყოს full name-ი. ისევ ეს შემეშალა აქ. Full name შეიძლება იყოს მარტო first name, ხო რაღაც first name არა, middle name, full no middle name იყოს ეს, no middle name და full with middle name. და რადგან ორივე მთლიანი სახელი არის ჩემი იდეით, მოდი ეს წავშალოთ და ერთს ექნება შუა სახელი, მეორეს არ ექნება. და ამ შემთხვევაში აქ შემიძლია ვთქვათ შემოვიღო რა შეიძლება ხა აქ ვთქვათ, ნუ ამის ისინი არ მინდა არაფერი, მარტო ესეთი ჩანაწერი იყოს. და აი აქ შემოვიღო ვთქვათ full name ესეთი რაღაც კლასი. ისევ აქ შევფუთავო რაღაცას, ეს იქნება string-ი სახელის, მაგრამ მოდი აქ name names, first name, last name შეიძლება იყოს და მეორე იყოს name type. რა სახის სახელია, ხო, რაღაც name, ну type რაღაც ეს type იყოს. მოდი ეს import-ი მოვაშოროთ. ну აქ კონსტრუქტორში მე ეს რაღაცას გავაკეთებ. ტიპი შემოიღებს უბრალოდ სახელს და აი ამ ტიპის მიხედვით რა ტიპის სახელიც არის, მოდი ჯერ ეს ტიპი ფიგურირებდეს კონსტრუქტორში. რომ მიხვდეს მე ნახეთ პირველი პარამეტრი ეს რო იყოს, მე მეორე რო იყოს, შეიძლება შეეშალოს. სახელი შემოიტანოს middle name-ის გარეშე, შუა სახელის გარეშე თუ რაღაცის და მე ეს მიუთითოს, რომ არის შუა სახელის გარეშე. ამიტომ ჯერ მინდა რომ ეს მიუთითოს და ამახსოვდეს, რომ აი ამ ტიპის სახელი შემოაქვს და მე სახელი შემოიღოს. და ამ names მე გავპარსავ. ანუ აი აქ ესეთი რაღაცას გავაკეთებ. ამ ტიპის მიხედვით switch type თუ ეს type-ი არის პირდაპირ მნიშვნელობა იწერება case-ში no middle name-ი, ეს ნიშნავს, რომ names უდრის name split
სიცარიელეზე. ნუ აქ ამას regex-ი გადაეცემა, აქ მე მგონი space ესე შემიძლია უბრალოდ ეს მე მგონი ესე უნდა. ეს არის space-ი. ანუ უკანა slash-ი და escaping-ი ხდება ამ string-ში backward slash-ის. აი ეს ჩანაწერი რეგულარ გამოსახულებაში ნიშნავს სიცარიელეს. და სიცარიელე და პლუსი ნიშნავს ეს სიცარიელე ერთი მაინც ან მეტი. და მაგაზე split-ი ნიშნავს, რომ თუ მაქვს რაღაცა ესეთი ჩანაწერი. თქვათ მარიამ რა იყო მარიამი განკია ხო არის განკია და ამისი split-ი აი ამ space-ით ერთი მაინც space-ით უნახა სადმე იქნება დააბრუნებს massive-ს ხო რაღაც massive იქნება მოდი ეს შემიძლია პრინციპში აქ კომენტარის სახით დავწერო მარიამ განკია ხო დასპლიტავს და ეხლა რადგან ეს პლუსი კი მაქვს ეს ნიშნავს რომ აი აქ ძალიან დიდი space-ი რო შემოიღოს ვიღაცამ მაგასაც მიხედავს უბრალოდ ეხლა აი აქაც space-ი რო დაამატოს თავში და ბოლოში ვიღაცამ ეგ ვარიანტიც რო გავითვალისწინოთ trim-ს გამოვიზახებ trim-ი აკეთებს მარცხენა space-ის დასაწყისის და დასასრული space-ების წაშლას string-იდან და დამიბრუნებს ამის შემდეგ trim-ის შემდეგ აი ამას და აი ამ split s პლუსი დამიბრუნებს აი ამ space-ის გარეშე აი ამას პირველი massive-ის ჩანაწერად ჩააგდებს ამას მეორე ჩანაწერად massive-ში და ამ massive-ს დამიბრუნებს რაც მე მინდა ესაა ჩემი ლოგიკა და ეხლა ესო დავსპლიტე რა უნდა ვქნა ხო name-ებს მივანიჭებ კი ბატონო და მეორე ვარიანტი არის case უბრალოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა ტიპმა ბევრი ტექსტი შემოიღოს space-ით და მე ეს უნდა გავითვალისწინო. ანუ მე უნდა ავდგე და ესე კი არ დავწერო. რამე დავწერო ესე new string აქ ზომა აღარ უნდა პრინციპში ესე წავშალო. ეს გატრიმული თქვათ მოდი ეს აქ დავწეროთ split strings და split string-ების პირველი ჩანაწერი და მეორე ჩანაწერი ამოვიღო მხოლოდ. იმიტომ შეიძლება დასპლიტოს და ვიღაცა ტიპმა სახელგვარის მაგალითად რაღაც კიდე ზედმეტი შემოიღოს და მე ეგ არ მინდა. მე მინდა სახელგვარის შემთხვევაში ამაში იყოს ორი ჩანაწერი ყოველთვის. თუ შეცდომას დავუშვებს თავისი ბრალი იქნება. აქ breaks დავწერ ბოლოში. და აქაც იგივე ეს names უდრის new string აქაც დავწერ split springs წერ ეს ავტომატურად თითი მიეჩვია ხო ეგ მინუსი აქ მე თითი ეჩვევა რაღაც მოძრაობებს და თავისით აკეთებს აი ეს ერთი split strings 2 ეს ლოგიკა გასაგებია ხო ეხლა ისეთი რაღაც იწერება ამ შემთხვევაში რაც წეს გასაგებია თქვენთვის ხო ანუ უბრალოდ აქ დავსპლიტე მე აქ ვამოწმებ middle name-ი თუ აქ 3-ვეს ვიღებ თუ middle name-ი არ აქვს 20-ს ვიღებ ხო და თუ რამე შეეშალა ვიღაცას თავის დააბრალოს ხა ეს მინიჭება გასაგებია და აქ full names უბრალოდ აქ get set-ებს დავუწერ და აქაც two strings დავუწერ და ნახეთ აი აქ get names-ის მაგალითად აქ შემიძლია get public string get name თლიანი სახელიო დააბრუნოს ნუ აქ full name დავარქვათ full name და მან დააბრუნოს names join აქ join-ი თუ რა გვაქვს აქ ახლა სულ მოვიწყდება მოდი შევხედოთ აი string join ხო string join strings აქვს join-ი გადაეცემა massive string-ების და char sequence-ი გადაეცემა ამას რატო უწერია char sequence-ი delimiter-ი გადაეცემა პირველი მეორე არის massive ნუ მეორე არ არქსია შეიძლება massive გადასცენ შეიძლება გამოტოვებებით რომელსაც იმას იზამს მიამაგრებს ერთმანეთს და ეს delimiter-ი არის შუაში რა სიმბოლოც იყოს შუაში იყოს space-ი უბრალოდ ესე ანუ space-ით მიაბამს ერთმანეთს
ამ სახელებს და დააბრუნებს. რაც მე მინდა ზუსტად. და აი აქ შემიძლია აქ პირდაპირ დავწერო ეს პირდაპირ get full name. ხო დუბლირება რო არ გავაკეთო, მე full names დავაბრუნებ პირდაპირ. ეხლა გადმოვიდეთ ამ employee-ში. ესეც წავშალოთ. და აქ დავწეროთ full name. ეს name-ი ამას შემიძლია აქ ესეც full name დავწერო. super refactoring-ი დაჭირდება ახლა ამ ყველაფერს full name, აქაც ეს შევცვალოთ. აქაც full name საბრუნებს. ნახეთ ეს full name-ი setter-საც შეუცვალა თავისით. ხო ჩაღი ტიპია და მე მგონი მორჩა. სახელი full name ამისი თუ string-ი გადავფარეთ. ხა რეფერენსია პრობლემა, ანუ აქ უნდა მიუთითო, ხო ეს სახელი როგორია. მოდი ეს ახალ ხაზზე დავწეროთ ყველაფერი. და აქ დავწეროთ full name. ტიპი არის name type no middle name. ნუ აქ არაფერ განსხვავებას არ ვიგრძნობთ, უბრალოდ ეს new name ესე ცალკე რო შემომეტანა full name. ნუ მაშინ აქ შეგვეძლო თქვა გვენახა ეს get type რა ტიპისაა. no middle name. და ასევე აქ შეგვეძლო აგვეღო get names და თქვა პირველი სახელი first name. first name ეს, ნუ მეორე last name. და ახლა უფრო ის მოხერხებული ანუ ენამის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია კატეგორიზაციები შემოვიღოთ რაღაც ტიპებში. შევქმნათ კლასი და რომელსაც ექნება რაღაცა ეს მაგალითად პერიოდი შემოვიღოთ და პერიოდის მიხედვით ამას კატეგორიაში გაიტანს. მაგალითად ეს ახლა წლიურია ხელფასი. მაგალითად ეს არის უშუასახელო სახელი, ხო? და ასე შემდეგ. და ახლა ვიღაცას კიდე კითხვა ქონდა, მოიცა თუ არის აქა დიმიტრი არ არის. ხო, დიმიტრის ქონდა კითხვა, აი ესენი რისთვის არისო. mains ბევრ ენაში აქვს ეს არგუმენტები, string massive. Java-ში არის, Sharp-შიც არის და ასევე C++-ში, უბრალოდ C++-ში შეგვიძლია ისეთი main-ი დაწერო, სადაც ამას არ უთითებ. რაც ნიშნავს იმას, რომ არ იყენებ. ნუ ამ შემთხვევაში მე ამ main-ს აუცილებლად ეთითება ეს არგუმენტები და როგორ გადმოეცემა ეს არგუმენტები. მარტივად პროგრამას რო უშვებ, პროგრამის თქვა jar ფაილად თუ დააკომპილირებ, მამის გაშვება ხო ხდება ესე. Java jar. თქვა ვახო jar რაღაცა. და მე space-ის მე აი აქ შეიძლება გადასცე ის არგუმენტები, რომელიც არგუმენტებში ჩავარდება. ანუ ნახეთ ეს პირველი ეს იქნება string-ი, ერთი მთლიანი string-ი აქ space-ი ნიშნავს შემდეგ არგუმენტს და იმიტომ გავუკეთე ეს ბჭყალები. ეს იქნება ერთი არგუმენტი string-ი, ეს მეორე არგუმენტი string-ი, აუცილებლად string-ი იქნება, არ შეგეშალოთ ეს მიუხედავად იმისა, შეიძლება doubles გავდეს და სამი არგუმენტია ეს და ეს. და ესენი გადაეცემა აი ამ ჩემ jars main-ში, აი აქ. ამ შემთხვევაში აქ არაფერში მჭირდება ეს არგუმენტები, თუმცა შემიძლია აი ეს პიროვნება შევავსო ამ არგუმენტებიდან გადმოცემული მონაცემებით. და command line ისინი ხელსაწყოები ამ არგუმენტების მიხედვით გამოძახების დროს ეგრე მუშაობენ. გამოძახების დროს არგუმენტებს იღებენ და რაღაცას აკეთებენ. მაგალითად ეს Java პროგრამა, ესეც command line რაღაც პროგრამა, რომელსაც არგუმენტად ეს -ჯარი გადავეცი. ეს ჩემი ვახო ჯარი გადავეცი და ეს რაღაცები. და მე იქ შიგნით კოდში უწერია, რომ ეს მინუსით რაღაცა ოპერაციას აღნიშნავს, ანუ ეს თქვათ შეიძლება if-ი უწერია, რომ if -ჯარი გადაეცა პირველ არგუმენტად ან ნებისმიერ არგუმენტებში ჩამონათვალში, ესე იგი რაღაცა jar ფაილის გაშვებას მთხოვს ვახო, ხო? და მე შემდეგი არგუმენტი, აი ამ ჯარის შემდეგი, ესე იგი ის jar ფაილი უნდა იყოს, რომლის გაშვებასაც ითხოვს ვახო. ნუ ვახო რა, ანუ ვინც უშვებს ამ Java-ს, command line პროგრამას. და იგივენაირად მუშაობს ისიც კომპილერიც და command line tool-ები ეგრე მუშაობენ. ერთჯერადად იზახებ და არგუმენტად გადასცემ რაღაცებს და ისინი მე ამუშავებენ იმ არგუმენტებს. ნუ ახლა ამ შემთხვევაში არაფერში არ გვჭირდება.
ამ ენამებთან და inner class-ებთან დაკავშირებით რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ანუ უფრო ისეთი ხდება, ხო, რაღაც მოდი აი აქ ცალკე პაკეტებში კი შემიძლია ესენი გავაქანო. მაგალითად დავწერო types, ხო, ტიპები გავაქანო, პაკეტი უნდა შემექმნა. Ну, რაც types, ხო და ამ ტიპებში გავაქანო ეს ჩემი ტიპები, full name ტიპი, რომელიც შემოვიღე, ასევე salary ტიპი და enamებში გავტყოცნო enamები. ეს რატო ვქნი ხოლმე ამას რაღაც enams. enam ვერ დაარქმე, იმიტომ რომ პაკეტის სახელში წერტილის მერე არ შეიძლება ფიგურირებდეს keyword-ი. keyword-ი არ შეიძლება ხა პაკეტში განსაზღვრებაში აქ რომ ეწეროს enam-ი, იმიტომ რომ enam-ი keyword-ი არის, არ შეიძლება ესეთი რაღაც. მაგრამ enams შემიძლია გამოვიყენო, ანუ შემიძლია აი აქ დავწერო new package enams და ამ enamებში ჩავაგდო ეს ჩემი enamები, gender-ი, name type enam-ი, profession, ესე ხელით ჩაგდება შემიძლია, ან შემიძლია აქ წერტილი, არა წერტილი არა. აი პაკეტის განსაზღვრებით წერტილი enams. და მე ვუთხრა შიგნით გადააგდოს ეს enam-ი. და ეხლა უფრო დაალაგებული ჩანს, ხო, ანუ ერთი employee მაქვს, თან ეს employee შემიძლია რაღაცა models პაკეტში, ეს სულ მეშლება ხოლმე პაკეტის შექმნას ვაპირებ. რაღაც მოდელებში ჩავაგდო, ანუ მოდელი არის ხოლმე ის რაღაცა, რომელიც მარტო რაღაც ინფორმაციას შეიცავს. ეს employee რაღაც ლოგიკასაც კი შეიცავს, პრინციპში მოდელში ჩაგდება არღის ამის, ხო, რაღაც სტატისტიკებს ითვლის და რაღაც. თუმცა შემიძლია მაინც ჩავაგდო, სამაგალითოდ რა, გაჩვენოთ. ნუ ეს რო ჩავაგდე, აქ ამას იმპორტი ჭირდება, იმიტომ რომ ცალკე პაკეტში გდია ეს profession-ი. და ნუ როგორც ჩანს, აქაც ნახეთ პრობლემაა, იმიტომ რომ ამას იმპორტი უნდა professions, იმიტომ რომ main-ი ცალკე მაქვს. და ნახეთ ეს ბევრი იმპორტი რო აქ შემიძლია ფიფქი დავწერო, რომ აი ამ პაკეტის ყველაფერს ვაიმპორტებ და ასევე მოდელიდან, ნუ ერთი ვიღაცას ვაიმპორტებ, ნუ ტიპებიდანაც ყველას ვაიმპორტებ. თუმცა ესეთი ჩანაწერი უფრო გაურკვეველია ესეთი იმპორტები, ყველაზე გასაგები არის ვიღაცო გახსნის მთლიანად ყველაფრის ჩამოწერა. ანუ აი ამითი და აი ამ იმპორტებით მე ვხვდები, სანამ ამას შევხედავ, შენ რა კლასებს იყენებ და რა პაკეტში გდია ეს შენი კლასი. ხო. რამე კითხვა გაქვთ ეს პერიოდი რა არის, ესეც enam-ი აქ ჩავაგდოთ. რაღაც 4 enam-ი გვაქვს. 2 ტიპის ჩვენი შექმნილი, რომელიც ამ enam-ს იყენებს 2 ცალს და employee, რომელიც ამ ყველაფერს იყენებს და main-ი, რომელიც ნუ ეგეც იყენებს. რადგან აიმპორტებს, ესე იგი იყენებს. ამასაც და სხვა დანარჩენებს, რაც აქ წერია. რამე კითხვა გაქვთ? შეგვიძლია ეს გავბილდოთ ისევ. დავიმახსოვროთ, ხო ეს jar ფაილი მივიღოთ აქედან. artifact-ებში. New jar from modules with dependency main-ი მივუთითო. Okay. და მერე build artifact. მე აი გავუშვა მაგალითად artifact-ი. ნუ აქვე მაქვს ტერმინალი, ხო, command line-ი აქაც შემიძლია გავხსნა. აქაც შემიძლია დავავა jar ესე. უბრალოდ აქ ნახეთ ქართულად ვერ დაწერსავით chcp, მე მგონი 65,000 ერთი თუ რაღაცა უნდა და მაინც ვერ წერს ქართულს. მოდი აბა იქიდან გავუშვებ. აბა ეს თუ დაწერს ქართულს. chcp 65,001. ხო, როგორც ჩანს ამ command line-ში არ მიწევს უცხოელი თავით, შეიძლება შეიძლება ეს chcp ერთად ხო არ უნდა შემთხვევით. Nope. ნუ ერთი ვარიანტია ახლა აქაც რო ვცადო, თქვა Visual Studio Code-ის კონსოლში თუ დამიბეჭდავს. თქვა Java jar. ანუ ნახეთ ეს ედიტორი არის უბრალოდ Notepad-ისავით. და ამასაც თქვემოთ თავისი კონსოლი აქვს, შეიძლება აქვე გავხსნა, როგორც აი აქ გავხსენი, ხო?
ნუ თავისი კონსოლი ანუ CMD-ს იყენებს, უბრალოდ აქ თუ დაბეჭდავს, ეგ მაინტერესებს, აქაც არ დაბეჭდა CHCP. ხო, ნუ ქართულად არ ბეჭდავს ამ კონსოლში, როგორც ჩანს, ეგ სიმბოლოები არ აქვს ამ კონსოლის იმას. ნუ არა უშავს. რაც მთავარია სხვა რაღაცები. PowerShell-ში რო ვწადოთ. სადა Shell-ში თუ რა თქვი? PowerShell-ი რო. PowerShell კი ბატონო, file ეს რაღაც ჯიგარი, ხო? რა. ხო. ეს CHCP რაღაც კი აკეთებდა თითქოს მე შემეძლო ამ ბრძანების შემდეგ ქართულად დამეწერა, მაგრამ აშვება ნუ შვება არა უშავს. ხა ამითი არაფერი არ გაფუჭდება. თუ რამეა, ნუ ინგლისურად, მეგონა რუსულსაც კი აჩვენებს, ხო? კაი არ უშავს, იყოს ეს ქართულად. და უბრალოდ მინდა რომ მიხვდეთ, თქვათ, აი ენამები და inner კლასები, ნუ inner კლასების გამოყენება ძალიან იშვიათი არის, ხო, როგორც გაჩვენეთ, ეს მაგალითიც კი იშვიათია ძალიან, ხო, მარის სტატისტიკა. ესეც იშვიათად ესე გამოიყენება, ანუ სტატიკური თუ გამოიყენება inner კლასი, ჩადგმული სტატიკური კლასი, ის უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე ესე მიბმული კლასი, ხო? მაგალითად ეს inner კლასი, ეს სტატისტიკი მიბმული გამოდის ამ მარიამ, ნუ employee კლასთან. და ეს იშვიათი რაღაცა, იშვიათად თუ შეხვდებით სადმე ამას. უბრალოდ რომ იცოდეთ, რომ შეხვდებით რაღაც გასაუბრებაზეც რომ კითხულობენ, ვინც არქიტექტორია ხოლმე ის იყენებს რაღაც არქიტექტურაში, ანუ რაღაცას უაწყობ, იქ ესეთი ენის რაღაცები გადგება ძალიან. იმიტომ შეიძლება ისეთი ამოცანა იყოს, სადაც შენი ობიექტი გინდა რომ დამოკიდებული იყოს და ხედავდეს მისი მშობლის, ანუ გარემომცველი კლასის რაღაცებს, მაგრამ არ გინდა რომ გარემომცველმა გააკეთოს, არამედ სხვა ვიღაცამ გააკეთოს, ამიტომაც ეს რაღაც მექანიზმი გადგება. და ისე მე არ შემხვედრიან პრაქტიკაში იშვიათად. შეიძლება რაღაც ტრანსფორმერი გააკეთო, ხო, რაღაცა დამხმარე კლასის შექმნა, new transformer, რომელიც მე იმის ტრანსფორმით შექმნი მე აი ამ მარიამის ან employees მონაცემებით რაღაცა ტრანსფორმირებულს, ხო? მაგ შემთხვევაში კი ბატონო, შეიძლება ვიღაცა ადგეს აქ და შექმნას public class transformer, რომელიც ამას რო შევქმნი, აქეთ მეთოდს დაუწევ string transform და მე ეს დააბრუნებს მაგალითად ნუ to strings უბრალოდ uppercase-ებით რაღაცა to uppercase ტრანსფორმაციას გაუკეთებს და შეგიძლია კი ბატონო ესეთი რაღაც გააკეთო რაღაც ტრანსფორმერი კონკრეტული ვიღაცისთვის. და აქაც ტრანსფორმერსაც უთხრა რაღაცა case-ი მისცე, ხო აქ ენამი ჩაუდო მაგალითად gender ნუ ეს დებილობა მოიცა ეს არ გვინდა რაღაცა თქვათ რაღაც transformation რაღაცა type და მე ამ type-ის მიხედვით გასვიჩო და თქვათ transforms უთხრა კონკრეტულსა მაგალითად მინდა upper case-ებში გადააწერო ყველაფერი ან lower case-ებში და ეგეთი რაღაც გააკეთოთ. ან კონსტრუქტორში შემოიღო ხო ტრანსფორმერი რა ტიპისაც გინდა თქვა transformer type და მე აქ მიანიჭო, ნუ მოკლედ გააჩნია არქიტექტურა როგორი იქნება და თუ მოგიწევთ ამისი, თუ დაგეხმარებათ ესეთი inner კლასი თქვენ ამოცანის ამოხსნაში. ხო, ნუ რამე კითხვები მთავარია თქვენ დავალებისთვის და დავალებისთვის აი რა ქვია იმას საკონტროლოებისთვის წესები დაიმახსოვროთ კომპილაციას როდის არ გაივლის ეგ მაინც ნუ ეგ გამოცდაზე უფრო გამოგადგებათ ვიდრე კოდის წერის დროს, იმიტომ რომ კოდის წერის დროს შეცდომებს მიხვდებით, მაგრამ მაინც ეს წესები რო დაიმახსოვროთ რომელიც იმ წიგნშიც წერია, იმ მეორე წიგნშიც არის ჩამოწერილი და ეს წესები თავში რო ჩაიწეროთ, რასაც მე გეუბნებით, რომ აი წერტილი new თქმი ამას უბრალო inner class. Nested static class ხნი პირდაპირ არ უნდა იქ წერტილი new ანუ გარემომცველი კლასის ინსტანსი არ ჭირდება
და ასე შემდეგ ეგ წესები თავში ჩაიწეროთ, ასევე convention-ი და ეს enami პაკეტის სახელი, რომ თქვა keywords არ უნდა შეიცავდეს, ეგ ზეპირად უნდა ვიცოდეთ, რომ სახელი, იდენტიფიკატორი იქნება ეს კლასის მეთოდის, მეთოდის შეიძლება მგონი აქ enami რო დაარქვა, არა შეიძლება აქაც, ხო? კონსტრუქტორსაც, მეთოდსაც და ასეთი, სადაც კი იდენტიფიკატორი შემოგაქვს, იქ არ შეიძლება keyword-ი გამოიყენო. და კომპილერი მე ვერაფერს ვერ გაიგებს, თქოთ, რა იგულისხმება, keyword-ი იგულისხმება აქ თუ სახელიო და მაგიტო არ შეიძლება. ხო, ეგეთი წესები უნდა დაიმახსოვროთ. კაი, თუ რამე კითხვა არ გაქვთ, მაშინ მე ახლა ამას დავაპაუზებ, ბევრს